აი კრისტიანო რონალდო იმას რო თქვათ სტატუსი არ დათმო აი ეს ყველაზე ძირად განაზღაურებული ფეხბურთელი იყო აი რაღაც ეგეთები რო აქვს მაგით ურჩევნიო სადღაც რონალდო მარტო ხელფასი და ის არ იყო უფრო ისიც იყო რომ სკამზე არ უნდა და არა და სკამზეც არ უნდა და სამემ ზარი ეხლა მანჩესტერთან მიმართებაში მე რონალდოსკენ ვარ რა მაგრამ ეს ტიპი ხდება ხოლმე ხშირად დღეს ისეთი ეპოქაა რომ რაღაცის თქმა მე თვითონ ზოგადად ეგეთ ფიგურა ხარ 5 წლის თუ რაღაცა თქვი მე ძალიან სულ დამოგიტივტივდება რა ეხლა ადერ თუ არ იყო ეგრე რომ ვერ ნახავდნენ ჩანაწერს და რაღაცა რთულად იყო არქივის თემა ეხლა ეგრე არ არის რა ამას ცეთები აქ ნალაპარაკები 5 წლის წინ ეხლა ლაპარაკობ ანუ ვიდეო იყო ყველაში გაკეთებ რონალდოს რაღაცას და ეხლა რა შვება არის მაგალითად სოფლიო ჩემპიონზე აქ ნათქვამი რომ ჩემი დრიმარიო კიო დრიმარიო სოფლიო ჩემპიონს მოგებაო მე თავის ლოკალ იმასთან რო იყო მისული ის მორგანთან იმ რო გაიხუმრა რაღაც მესია ყოველს მაგარიოთ რაღაც და ესო აი რაღაც ის ხუმრობაც წარ ესმის დაჟე რა ისეთი დაკომპლექსებულია დრიმარიო და 5-6 თამ აი უკვე რიტორიკას როცული ხო იცი აი შეიცვალა მთავრობა და სხვა დაიწყე ლაპარაკი 5-6 თამაშის მოგებაო ხა ეგეთი მნიშვნელოვანი არ მგონი არ იყოსო ოქროს ბურთზე თქვა რომ გაგინდაო ადრე აქ რა თქმა უნდა ყველაზე მეტ ოქროს ბურთი მინდაო რომ გქონდესო აი იქნება ეგ იყოსო რა რაც მინდაო მაშინ ახლოს იყვნენ რა ეს 5-5 იყო თუ რა ეხა ოქროს ბურთი არ არის ეგეთ მნიშვნელოვანი აბა რა არის მნიშვნელოვანი ანუ აი ეხა ეგეთი ვიღაცამ გადაწყვიტაო რაღაცა წელს ოქროს ბურთი ანუ ეგეთი მნიშვნელოვანი არ არისო რა ხო და რა კრიტერიუმი არის საბოლოო გოლები ისიც აქ ნათქვა მე ტოპ ვიქნებიო სულ კარიერის ბოლომდეო სულ გრანჩი ვიქნებიო და სულ ისე ვითამაშებ სადღაც იქ წასვლას ავაპირებ მე მაგას არაბეთი თქვა რომ არაბეთში და სადღაც წასვლას ავაპირებო და ეხა არაბეთში წავიდა და ეგ ეხა ცოტა აი მე გამიტყდა რა მაინც რომ და იმენა ხომ ერთ-ერთი ჰომლენდერია აი ერთ-ერთი აი რო უყურებ ბიჭო ბოის кайხან არ უყურებდი ახლა წინა სეზონი ვნახე და აი ერთ-ერთი ეგ არის რაღაც თან რაღაც დაკომპლექსებული თან რაღაც ძალიან მაგარი და თან აი ძალაუფლება რო აქვს და თან რო ვერ აკონტროლებს რაღაცებს და ეს მიმიკები და ის რო კონორ მაგრეგორი რო ელაპარაკება ნახე ხო ჰომლენდერის ბოის ნახე ძალიან კაია ჰომლენდერის რაღაც მომენტები ძალიან გატრენდებულია და ნანახი ექნება რა ნუ არის სუპერმენია რა ჩათვალე რა და არის რამდენიმე ესეთი ეპიზოდი რომ მიმადარი ქცეული და რონალდოს ელაპარაკება მაგრეგორი აი ერთ-ერთი ჩემ რაღაცნაირად უსმენს და აი ტვინი ეტყდება და იმისი ფრაგმენტიც აი ერთ-ერთი იმასაც რო ეგრე ებაზრებიან სხვაგან არის რა ხო და ძალიან აი ეგ რა მაგ ნახე რონალდოს რო მაგრეგორი ებაზრება UFC-ზე რაღაც ივენტზე და ეს ივენტზე და ებაზრება და რონალდო დგას და აი როგორ უსმენს ამათ მოუთხა წინ იყურება ხო რა ანუ ეს წინ იყურება პროსტა და ჩუმად არის და აი შეწუხებულია თითქოს რა ის ზატო ის უტყნავს მაგრეგორითან რა ტიპია ხო იცი ხო და აი არაბეთში და ბოლოს მაშინ YouTube ლიგაზე დაამთავროს შეცემა გამოვიდეს 60 წლის და გაგვიტანოს ოქტოპუს გაუტანოს 3 გოლი და გამოიღეთო კითხრას რა ანუ არ დაუშვებ მე მაგას ეს არის მაგას რონალდოს არ ელაპარაკებოდა ხო არა ხო აი იქით ელაპარაკება ვიღაცას რონალდოს იქით ებაზრება ვიღაცას ხო შეიძლება არა აშკარად რონალდოს ებაზრება შეცემა რონალდო თავს უქნევს ხო აშკარად რონალდოს ებაზრება შეიძლება იქაც ვიღაცა ზიის და იმას ებაზრება რა ორივეს ებაზრება ხო ამასაც იმას იმენ ეს თმა რომ გადაწეული აქვს თან ეს აი რონალდოს აი ერთ-ერთი ბიჭო რონალდო ჰომლენდერი მიმებიც არსებობს ძალიან ბევრი ან დარწმუნებული ვარ რომ იქნება იმიტომ რომ ძალიან დიდი მსგავსებაა ეს დიქტატორი მბაპე და ჰომლენდერი რონალდო ხო კაი გუნდი ხარ მბაპეს რაც შეეხება ფორვარდად მაგ ტიპის საერთოდ მოკლებული აქვს ანუ ის მარცხენა ფლანგინა შესრულები რა ტექნიკურად ისეთი დამაჯერებელი რო აი ბურთის აღარ არის ის რა ანუ როგორც აზარი რო იყიდა რეალმა და ის რო შეგვჭა მბაპესაც მოკლებული აქვს მაგრამ მე მჯერა რომ ეს ტიპი რაღაც ძალას იპოვის თავში რაღაც დასკვნები ხმაში დებილი ყოფილა რაღაც დასკვნები ხომ გამოიტანოს ახლა რომ რაღაცას თვითონაც არასწორად აკეთებს ხო თუ ვერ გააკეთა კარგად და ვერ ითამაშა კარგად ის რომ გუნდისთვისაც კარგი გამოვიდეს მაშინ ყოფილა ცუდი ფეხბურთელი იმაში იცოდნენ ხომ NBA-ში რაღაც პერიოდი ყველამ რომ 60 ქულის ჩაღრა დაიწყო ხო გავიღვიძე 60 ქულა ვინ ჰარდენმა ჩააგდო მე ჩააგდო იმა რა ქვია
ფაჩულია, მე ჩააგდო სკიტიშვილმა, ქართველებმა და ყველამ 60 ქულის გაკეთება დაიწყო და რა მეთქი მე რო ჩააგდო 60 ქულა ჰარდენმა რა არაფერი გავარდენი, ვერ გადიან იმაში. რონალდოზე კაი რო თქვა არა ძმებო? რა გინდა, კაი რამდენი გითქვამს, კაის მეტი რა გითქვა? არა, მე ძირითადად ის გავხდი ცოტა ვაკრინებ ხოლმე, მაგრამ მე მაგალითად ეხა ტადოსგან განსხვავებით პორტუგალიას უგულშემატკივრებ ამ. იმიტომ რომ ბავშვობის სიყვარული არის ბავშვობის სიყვარული, რო გიყვარს. რაც არ უნდა ცუდი იყოს. აი, ის არის რა. Unconditional love არის ეგ, რომ აი ტიპია ცუდიც დავინახე ბევრი. ჩათლახოვებიც ბევრი აკეთა, რეალიდანაც წავიდა, დერბილოებიც ილაპარაკა, მაგრამ რაღაცა არის, რაც მეც არ მქონდა კარგი წარმოდგენა. просто თავიდან უნციკოლოდ ვიყავი სასიყვარულო დამოკიდებულებაში. მაგრამ მე რო გავიგე რაღაცეები და რო ვიფიქრე, ჩათლახია თქო, მაგრამ მაინც ხომაგობდი. რონალდოს? არა, რონალდოს შეჩემ. აბა? შუმახერს. აჰა. შუმახერს. რომელიც სამაგალითო სპორტსმენი როგორც ესეთი იყო სპორტული მიღწევების და დისციპლინის ამბავში, მაგრამ ქცევის ამბავში არის. როჭი იყო? რაღაცეები აქ ისეთი გაკეთებული. უშუალოდ მაზერ ბოლაზე? ხო, ორჯერ გაკეთდა ზედიზედ. წავდა ვიღაცებს? ორჯერ ხნა ზედიზედ. და ერთხელ ეტატია და მეორედ დააჯარიმეს კულა წართვის ყველაობს. ვილნევის დამტრებას ცადა, არ გამოუვიდა და ერთი წლით ადრე თუ რაღაც მანამდე კიდე ორი წლით ადრე ვილნევი რა იყო და დეიმონ ჰილი დაგეცა. ეს რონალდოს ფანბოი არ შემილია, შევარდნაძე იმენა. ამ ხელა კაცი ხარ შეცე, მაგრამ რა დრო შენი ფანბოობა. ჩეითერი ხარ ჩვეულებრივი. ვინისიუსისაც მათ შორის. აი, ყავას დავისხამ მართლა თუ დამენძრა. მოდი ვაკოცო ახალი რა. წყალიც შევისხა და მარტო ყავებია.